ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი, რომლის განცხადებამაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად კი ცალკეული ოპოზიციონერების მისამართით გამოიწვია საკმაოდ აზრთა სხვადასხვაობა. მან პირდაპირ თქვა, რომ იცის გვარები ადამიანების, ვინც ცდილობდა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელი შეეშალათ. მოგესალმებით მეუფე, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდით ვისაუბროთ პირველ რიგში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. რეკომენდაცია გაცემულია, ამ რეკომენდაციას ჩვენ ძალიან დიდ ხალხს ველოდით. ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 15 დეკემბერს. პირველ რიგში რა მოლოდინი გაქვთ პირადად თქვენ? მე მაქვს დადებითი მოლოდინი აბსოლუტურად, იმიტომ რომ მადლობა მინდა გადაუხადო ევროკავშირის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, ყველას, რომ ასეთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რეკომენდაცია გასცეს. და ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას იმ დახმარებისთვის, რასაც გვიწევს ამ საქმეში. ნამდვილად ვიცი, რომ გვიწევს. მეუფე, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს აკეთებდა, რომ სტატუსი ქვეყანას არ მიეღო? ეხლა პიროვნული დასახელება ჩემგან არ გამოვა, იმიტომ რომ მაგი მითხრეს თვითონ კონკრეტულმა ადამიანებმა, იმათგან არ მაქვს აღებული ის მაგაზე რომ თქვა, მაგრამ გეტყვით, დღევანდელ ოპოზიციაში როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცებიც საკმაოდ არიან. გითხრეს უცხოელებმა თუ უცხოელებმა, აბსოლუტურად ევროპელებმაც, ამერიკელებმაც. რა რეაქცია ჰქონდათ მათ? თუ იყო გასაკვირი მათ? იცით რა არის, ბოლოს უკვე გასაკვირი იყო მათთვის ისეთ რამეებს ითხოვდნენ, რომ სამარცხვინოა ესეთ რამეებს ითხოვდნენ რა ქვეყნის წინააღმდეგ. მაგალითად, უნდათ რომ როგორც ბელორუსიას აქვს იქ ოფისი ტელევიზიის, ისე გაეკეთებინათ ამოცანაც მიეცათ და დაეწყოთ როგორც თქვა ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან ტიხანოვსკაიას ხვები, ჩვენი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაეწყოთ რა. მასეთი რაღაცეები. კიდე სხვა ბევრი რაღაცა მაგრამ იცით რა არის, რამოდენიმეჯერ კარტ ბლანში ჰქონდათ მაგათ იმათგან მიცემული. და ვერ გამოიყენეს, ვერც რევოლუცია მოაწყეს, ვერც გადატრიალება ვერ მოაწყეს და უკვე იქაც მიხვდნენ, რომ ხელისუფლებასთან უნდა დაიჭირონ კავშირი. ისე რომ გეტყვით იქ არც ნაციონალურ მოძრაობას და არც იმას სერიოზული მხარდამჭერი არავინ არ აქვს. შეიძლება კონკრეტული პირები უჭერდნენ მხარს. მეუფე, საინტერესო რა იყო თქვენი პასუხი, თქვენი რეაქცია, როდესაც ამ თემებზე გესაუბრებოდნენ? ჩემი პასუხი იმათთან გულახდილი პასუხი იყო აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში რა ხდება, ჩემზე კარგად არც უცხოელმა არ იცის და არც მიკერძოებულმა ადამიანებმა, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პარტიას. უცხოეთში რომ გადიხარ, შენს ქვეყანაზე და შენს ხალხზე ცუდი არ უნდა ილაპარაკო. სამწუხაროდ არ იციან, ამათმა არ იციან და ერთი არ მიკვირს რა, იმიტომ რომ ალბათ როდისღაც უყარდა თავიანთი ქვეყანა სამშობლო, მაგრამ სკამმა ისე დაუბნელად თვალსაწყიერი რომ მე ვფიქრობ რომ უკვე უსიყვარულობა ჭარბობს. თქვენს აღნიშნეთ და საჯაროდაც იყო ეს ინფორმაცია გავრცელებული, რომ კანდიდატის სტატუსის ჩაგდება ოპოზიციაში სჭირდებოდა ერთგვარი არეულობის მოსაწყობა, თქო? რა იცით თქვენ ამის შესახებ? უბრალოდ საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილება როგორია ამ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდებოდა და როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებენ ამას, რომ სხვა გზა ოპოზიციას აღარ დარჩა? ოპოზიციას ნახავთ ახლა არჩევნები მოდის 2024 წლის არჩევნები. და თვითონ ნახავთ აქ თუ არა რამე წარმატების საშუალება. როდესაც შენი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ მიდიხარ, აღარაფერი არ რჩება რა. შეიძლება შენ კონკრეტულ ადამიანებთან თუნდაც მთავრობის წარმომადგენელთან მართალი იყო, მაგრამ ხალხს უნდა უსმენდე რა უნდა ხალხს და რა არ უნდა. ეხლა შეხედეთ სოფლიოში როგორი არეულობაა და არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. უკრაინაში რა ამბებია, ჩვენს სამეზობლოში რა ამბები იყო, ომი სადაც არის რა, ომი სადაც ხდება, რუსეთ-უკრაინის ომი. ავიღოთ ეხლა ჩვენთან მადლობა ღმერთს და ერთდღიანი იყო და დიდი ხანი არ გაგრძელდა ჩვენს მეზობლებში და ღმერთმა ქნას რომ მშვიდობა დაისადგუროს სამხრეთ კავკასიაში, რამდენი ადამიანის გასვლა უწევს ხომერე ყოველ ომს და ასევე გაზას სექტორი. შევხედოთ რა ხდება. მე იმაზე არ ამბობს საუბარი, ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი, ხალხს შევხედოთ რა, მე ხალხი როგორ ზარალდება ნებისმიერი ომით.
ჩვენთან ავირიდეთ რა, ყველანაირი ომი ავირიდეთ. ნამდვილად რაღაცებში რომ ჩავმულიყავით, ხო? ომი ჩორს არ იყო. და საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება სხვა ქვეყნებივით რა, ჩვენ 5 ნაწილად მაინც გავყოფენ. ამიტომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში, როცა არ არის საჭირო, არ უნდა ჩავერიოთ, თორე ხა როცა გვეუბნებიან, ჩვენ მე მგონი ბრძოლიდან გაქცევა არ ვიცით. თვით 90-იან წლებში წელიწადი და თვე და 13 დღე ვიბრძოლეთ, ხო? მაშინ ნაკლები არაღი ქონდა 2008 წელს 5 დღე გვაბრძოლეს, ხო? მეცაც იბრძოლებდა ალბათ ჩვენი ხალხი და 5 დღიან ომში რომ მარცხდები, აღარ უნდა გინდოდეს მოშლა მე კიდე რომ მიყიდე ყველაფერს რუსებს. თან იცით რა არის, იძახიან რუსები. ევროპელებსაც ხშირად ვთქვამთ ჩემთვის და სხვა იმათაც რომ სახელით არიან ევროპელები, საქმით რუსები არიან და მართლაც თუ შეხედავთ რა არის ეხლა საზღვარის ანახავია ხოლმე, საშინელი ანახავია რუსული ოსნება იძახიან, ვინები იძახიან, ხო რა გაგიკეთებია საქართველოსთვის რა იმ ადამიანებს. გაიკეთებია ის რომ პირადად თქვა საქართველოს წინააღმდეგ წასულ ხარ, არ გინდოდა რომ ევროკავშირის პერსპექტივა ქონოდა, თქვა მიხვდებით ალბათ ვიზეც არის საუბარი, კონკრეტიკაზე არ არის, ტელევიზორში ყოველდღე გამოდიან. უნდა საქართველოს რომ არ მიიღეს ორჯერ, ვინ მოიგო მაგითი? თუ რუსეთი იმპერია და ფიქრობენ რომ იმპერია, რუსის საქმე ხომ გააკეთეს, ხო? ევროპელებსაც გააკეთებინებს სამწუხაროდ. მიხვდა ევროპა უკვე რა, მაგათი იმედი აღარ აქვს და მე ვფიქრობ რომ ამიტომ ყველაფერი კარგად დასრულდება აბსოლუტურად. აგვისტოში ვთქვი რომ გარკვეული პირობებით მოგცემდნენ, ვიცოდი, ესენი ვისთან ჩადიან, ვის ელაპარაკებენ, არ ვიცი რა. მე ვიცოდი თვითონ ევროპარლამენტარების განსხვავებისგანაც რომ აუცილებლად ეს რეკომენდაცია გაიცემოდა. თქვი კიდევაც ხო? მაგრამ ხელისუფლების ოპონენტები ოპოზიციას გულისხმობ, ცადია, აცხადებენ რომ ზოგადად ის განცხადებები, რაც კეთდება, მათ შორის პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მადლობა გადაუხადა ხალხს და ხელისუფლებას, რომ ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს არის პოლიტიზების მცდელობა, როგორც ისინი ამბობენ და ცდილობენ, რომ საპატრიარქო ცდილობს, რომ ხელისუფლებას მიაწეროს დაუმსახურებელი წარმატება. ახლაც დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს მერე თქვენ დაგადანაშაულებენ. მაგათი დადანაშაულება არაფრად არ ღირს, ხო? აქ არის ერთი რამე რა, საერთოდ როდესაც ქართულ ხალხზეა საუბარი, ქართულ ხალხში შედის როგორც ხელისუფლება, ისევე ოპოზიცია და ისევე უფრო მეტი მოსახლეობა, ხო? ყველა ერთად ვართ. ამიტომ ჩვენ ყველას ერთად მოვხსეს რა. იმ ოპოზიციასაც მიუხედავთ იმისა, რომ წინააღმდეგი იყო, ხო? ხელისუფლებასაც და ხელს ვინ მოაწერს იმას. მე მაგ იმას რატიფიცირებას ვინ გააკეთებს ხელისუფლება, ხო? თავისთავად. აბა ვიზია საუბარი თუ დაუძახებენ ოპოზიციის ლიდერებს დაუძახებენ და მოდი ხელი მოაწერება. პატრიარქმა რაც გააკეთა, აბსოლუტურად სამართლიანად გააკეთა. იმიტომ რომ ხელისუფლება ერთი რომ შეინარჩუნა მშვიდობა, მეორე შეიძლება ბევრმა ვერ იგრძნო, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ გავერთიანდებით ქართველები, ხო, 4-5 წელიწადში საქართველოს მართლაც ვერ ვისნობთ, ისეთ წინ წავალთ. არც ეს ჩამორჩენილები ვართ. თუნდაც მე ვფიქრობ, რომ უკრაინასაც და ყველა ქვეყანას გავასწრებთ იმაშიც. როცა მიღების დრო დადგება. ნახავთ რა, მაგასაც ნახავთ. მშვიდობის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და თქვენ უკვე ახსენეთ ის უმძიმესი ვითარება, რომელიც რეგიონში არის შექმნილი. რატომ აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს განცდა, რომ აი ოპოზიციური პარტიები რო იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ მშვიდობა ვერ შენარჩუნდებოდა. აი რამდენ საფუძვლიანია ასეთი ახლა. ესეთ არის აი იმათი იმიდან გამომდინარე რა, როგორც იქცევიან. აი მაგალითად თუ საქართველო გიყვარს, ხო? აი უკრაინას ძალიან უჭირს, მაგრამ შეხედეთ რა გააკეთეს, ომი რომ დაიწყო, საქართველო არაფერი არ იყო იმათთვის და უკრაინა იძახეს. ბიჭო, საქართველო არ გიყვარს და უკრაინას როგორ შეიყვარებ, ხო? თუ შენი სამშობლო არ გიყვარს, თუ შენი დედა არ გიყვარს, ხვის დედას ხوار შეიყვარებ, ხო? სანდო ხარ მაშინ. ამიტომ იცით რა არის მაგანის ამის გამო ყველაფერს გააკეთებენ.
რომ იყვნენ თქვენ გონივრუნების რამეს გადადგავენ, რასაც დაავალებენ, გააკეთებენ იმას. ჩვენი ხელისუფლება რითი იგებს დღეს? პირველად ყავს ახლა ხელისუფლება, რაც მე დაბადებული ვარ, რა, პირველად ყავს ხელისუფლება, რომელმაც აი ამდენი წელი გაძლო ხელისუფლებაში ყოფნის, რომ მიხვდა რაღაცა ეტაპზე, რომ მონური მორჩილება არ შეიძლებოდა. ძველად მოსკოვს თუ ვემორჩილებოდით, მანამდე ირანს და თურქეთს, ხო? და კიდე სხვა დამპყრობლებიც ყავდა ჩვენ მრავალი. დღეს არ შეიძლება რომ ან მოსკოვიდან გმართავდნენ, ან ბრიუსელიდან, ან ამერიკიდან, ვაშინგტონიდან, ხო? შენი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინო. ასევე, როდესაც მათთან ურთიერთობა გვინდა, ხო? აუცილებლად საერთოც უნდა გამოვნახოთ, ხო, მიმათთან. და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან მძიმე ურთიერთობები იყო, მაგრამ დღეს მიდის გამოსწორებისკენ რა, აბსოლუტურად გადატვირთვა მიდის ყველგან და რაც მე ვიცი, აბსოლუტურად გადატვირთვა მოხდება. აბსოლუტური გადატვირთვა მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს დღეს თავის ადგილი იპოვა, მანამდე არაფერი ადგილი არ ჰქონდა და სხვადასხვა ჩინეთთან დადებულმა სტრატეგიულმა ხელშეკრულებამაც ცოტა გამოაცოცხლა და გამოაფხიზლა სხვა მხარეც რა, დაინახა რომ საქართველოსთან ისე მოქცევა არ შეიძლებოდა, როგორც მანამდე გვექცეოდნენ და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება გინდა ამერიკიდან და გინდა ევროკავშირიდან. ალბათ განსაკუთრებით უცნაურია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები მუდმივად იმუქრებიან უცხოელების განცხადებებით, მათი გავლენებით, თუ რამე პრობლემა აქვს, მიდიან დასავლეთში იმისთვის, რომ იქიდან თითი დაგვიქნიოს ვიღაცა, მაგ საერთოდ აი ამ ფენომენს როგორ ახსნით, რომ ქართული პოლიტიკა უნდა გადაწყდეს სადღაც სხვაგან, ასეთი მიდგომა აქვს. ბოლოს მე რომ შეხვედრები მქონდა ეხა ვაშინგტონში, ჯერ სტუდენტები წავიყვანე და იქ ვიყავი, იმ უნივერსიტეტში ვიყავი და მე ერთი კვირა ვიყავი ვაშინგტონში და შეხვედრები რომ მქონდა, საკმაოდ მაღალი თანამდებობის იმასთან მქონდა რა. გადაწყვეტილების უშუალოდ მივიღე პირებთან, ასე ვთქვათ რა. არა მარტო საქართველოს მიმართულებით რა, ცოტა უფრო ფართოდ. თუმცა ჩემთვის საქართველო უპირველესია რა. მათი აზრი ის იყო და არა მარტო მათი აზრი, მათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობები გქონდეთ, ის აღარ გამეორდეს, რაც იყო ცოტა ხნის წინ, ისიც რაც ცოტა დაძაბული ურთიერთობები იყო. არ ჩვენ ვაკლებდით, არც ისინი აკლებდნენ გინდა ევროპა ავიღოთ, გინდა ამერიკა, მაგრამ უკვე მართლა გადატვირთვის დრო მოვიდა. და თვითონ როგორც ვიცი რა, ბატონი სახელმწიფო დივნის აზრის გამაცნეს, სხვა რაღაცების მითხრეს და აბსოლუტურად მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღი ურთიერთობები, აბა წარმოიდგინეთ, მე რატომ დამელაპარაკებიან ხო სასულიერო პირს. წესიერი ოპოზიცია რომ ყავდეს. მე ვისურვებდი, რომ აი ეს ოპოზიცია, რომელიც ყავს მართლა რა ჭეშმარიტი ოპოზიცია, მიხვდნენ, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა იქნება ასე ოპოზიციაში ლიდერი, მათ გზა არ აქვთ განვითარებისთვის. თვითონ რაღაც უნდა მოახერხო, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ, რა ჯობია, ხო? თავრობასა და ჯანსაღ ოპოზიციას შორის, როდესაც ქვეყნის წინსვლაზე არის საუბარი ქმედებები და არა იმაზე, რომ შენ რუსი ხარ, რუსო რა გაიცვითა ეს რუსო გაიცვითა და თვითონ არიან რუსები თავიანთი საქმეებით. მეც მიძახიან ხოლმე. ამას წინათ ჩამოვედი ევროპიდან ჩამოფრინდი და ეთყობა ბორძზე, რომელთაც მოფრინავდი. იყო და ერთ-ერთი ტელევიზია ის დამხვდა ჟურნალისტი და მე ვფიქრე მოსკოვიდან ჩამოფრინდით, რომ მეუნება, ხო? არ მოისვენა, გარეთ გამოვყვა კიდე რა. სანამ არ ვეუხეშე, ხო? პირდაპირ გეუნებით რა, ეხლა მასეთ იმას, ხო? არ დაუშვებ, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჟურნალისტებს, აბსოლუტურად დიდ პატივს. ხედავთ ხოლმე ინტერვიუ თუ რაღაცა, უჩერდები და არ ვირიდებ პასუხებს. მაგრამ ასეთ რაღაცას ეხლა ვიღაცას დავალება მისცენ და რუსი მიძახონ, ოჯახში ყავს წევრები, იმათ უძახონ, მაპატიეთ. მე ვფიქრე, ერთი კითხვაც მექნება, აი წეგანაც მოძრაობა ახსენეთ და სააკაშვილის პარტიის პრობლემა ალბათ ისიც არის, რომ წლების განმავლობაში ჩადენ დანაშაულებზე, არასოდეს არ დამდგარა, მათი ბოდიში არ მოგვისმენია, რომ მათ შეცდომები ჩაიდინეს და ასე შემდეგ. დღესაც სააკაშვილი, როდესაც საუბრობს, ის ლაპარაკობს ისე, რომ თითქოს არჩევნები უკვე მოგებული აქვს და კვლავ ხელისუფლებაში აპირებს დაბრუნებას.
რა შანსები აქვს ექს-პრეზიდენტს? რას ურჩევთ? საერთოდ არ აქვს შანსები მაგისი რა. მე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ერთი რამეა კოჰაბიტაცია რომ მოხდა საქართველოში, ხო? ალბათ ის კარგია რომ ქართველებმა მერე ერთმანეთი არ დაუჭამეთ. მაგრამ როდესაც სამხრეთ აფრიკაში მოხდა კოჰაბიტაცია, აპარტეიდის წევრებს ბოდიში მოახტევინეს. ისე არ შემდგარა რა, ცარიელ იმაზე და ვეღარს დაბრუნდნენ მერე რა, იმიტომ რომ აღიარეს თავიანთი დანაშაულებები და აბა სადაბრუნდნენ, ხო? სააკაშვილს ახლა ვისი მხარდაჭერა აქვს? თავისი პარტიის წევრების და იმ ხალხის, ვისაც ჯერავს რომ მიშა მააშენა საქართველოს და მაშინ დაიწყო საქართველოს ისტორია რა. ისტორია არ ქონდა 30 საუკუნის ქვეყანა ვართ, ხო? რას არ გაუძელით და არც ეხლა იწყება, არც ეხლა მთავრდება, მაგრამ მე მჯერავს რომ დგება ის პერიოდი, ჩვენ არ უნდა მივტიროდეთ ხოლმე დავით აღმაშენებელის პერიოდი, ჩვენც უნდა შევქნათ რა დღეს არის, ხო, მსოფლიოში. ისეთი რაღაცა, ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება და აუცილებლად ზუსტად ის ადგილი უნდა მოუნახოთ, რაც იქნება საქართველოს წინსვლისთვის აუცილებელი და მაგის დიდი პოტენციალი გვაქვს. რუსოს ძახილთან ერთად ოპოზიცია ძალიან ცუდად იყენებს საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაციის პრობლემა, ლაპარაკობენ პატრიოტიზმზე, ღირსებაზე, რომ არ უნდა მოვითმინოთ ოკუპანტი ჩვენ ქვეყანაში. რა საფრთხეს ხედავთ ამას? მით უმეტეს რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა რეაგირებს ამაზე მძიმედ. აი მე ისაც მინდა რა წინა კითხვას დავამთავრებდი ბატონ პრეზიდენტთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. ესე იგი, როდესაც თქვა ამერიკის შეშთანას ჰქონდა საუბარი რა ბატონი პრეზიდენტის შესახებ. იმათი აზრი როგორი იყო რა, რომ გადაიყვანათ იმაში, რა ქვია, საპატიმროდან გადაიყვანათ ნუ საავადმყოფოში ჰოსპიტალი იქნებოდა საავადმყოფო თავიდან და მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და მე ვკითხე აი რომ უთხრათ ხელისუფლებას ეკლესიამ რას გულისხმობთ სამართლიან სასამართლოში და მიპასუხა რომ როდესაც სასამართლოს ხდომები იქნება შეეძლოს მიშლა და გამოცხადებაო და თავის სიტყვის თქმა მაგი მითხრა რა სიტყვით და რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შეასრულა ჯერ გორში თავის აგებული იმაში გადაიყვანეს რა ქვია და დღეს არის ჩვენივრად იმაში რა პალატებში ხო და რუსოს ზახილით ხო არაფერი არ გამოვა, მთავარი რომ დავინახო, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს დგავს, პირველი მე ვიქნებოდი ეკლესიიდან, რომელიც მაგაზე ხმას ამოიღებდა. იცით რომ ცერემონიები არ მიყვარს და აუცილებლად ვიტყოდი რა მაგას და ცოტა ხისტი და უხეშიც ვიქნებოდი მაგ თემაზე. მე ვერ ხედავ იმის საშიშროებას თემანდელ იმაში პირობებში ჩვენ ახლა ამერიკასთან რა თქმა უნდა საუკეთესო ურთიერთობები უნდა გქონდეს ევროპისკენ სწრაფვა ეს ნიშნავს რომ ყველანაირად განვითარდეთ ხო მაგრამ ევროპამ ჩვენგანაც ბევრი რამე აქვს ასწავლე ასევე ნებისმიერ ქვეყანასთან რუსეთს რა ვუყოთ რა ფარდა ხომ არ არის გადავწიოთ ხო რუსეთთანაც უნდა გქონდეს ის ურთიერთობები რომ მომავალში ეს არეულ დამთავრდება ხო შეგვეძლოს მათთან საუბარი რომ აფხაზეთიც უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად და ცხინვალის რეგიონიც. ამიტომ ჩვენ ახლა თურქეთი, აზერბაიჯანი, სასუნხეთი და ნებისმიერ კავკასიის ხალხებთან ხო ყველასთან უნდა გქონდეს კარგი ურთიერთობა. უნდა შევძლოთ რა მაგი. მოგწონს არ მოგწონს სხვანაირი გამოსავალი არ აქვს. დიდი მადლობა. მადლობა. მადლობა ინტერვიუსთვის ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი იყო ჩვენი სტუმარი.